ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია. Coming up here today, I have no hidden agenda. I am fighting for my future. სიტყვა შეუძლია შეცვალოს სამყარო. ორატორის საუკეთესო მასწავლებელი აუდიტორია. საქართველოში ახალგაზრდა ორატორების ძიება გრძელდება. სპიკერი BBC-ს სატელევიზიო პროექტია, რომელმაც 2009 წელს ბრიტანეთში უამრავი ახალგაზრდა გააერთიანა. ათასობით კონკურსანტ შორის ბრიტანული პროექტის გამარჯვებულად 14 წლის დანკან ჰარისონი დასახელდა. The winner of the speaker is Duncan. თავად სპიკერი არის ახალგაზრდული ხედვა ახალგაზრდების და აი სასკოლო ასაკის ადამიანების, ბავშვების განათლებასთან და მათ უნარებთან დაკავშირებით. პოპულარული ბრიტანული პროექტი ქართულ ტელესივრცეში 2011 წლის შემოდგომის სეზონზე გამოჩნდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპიკერში მონაწილეობის შანსი ორატორული უნარჩვევების მქონე 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს მისცა. აპლიკაციები საქართველოს ყველა რეგიონიდან შემოვიდა. პირველი ახალგაზრდა სპიკერის ტიტულისათვის ბრძოლაში ქვეყნის მასშტაბით 500-მდე კონკურსანტი ჩაერთო. ყველაფერი კი შესარჩევი კონკურსით დაიწყო. მაინც როგორია ბრძოლებში გათქვაფილი ადამიანი? რატომ იმორჩილება ისე მხოლოდ ერთ აზრს, ერთ ფიქრს, ერთ სიტყვას? ბოში მოხვედრილი ადამიანი შორს არეალობიდან და დაკარგული აქვს აღიაზრონება. მე შევეცდები გაგაცნოთ 5 ილუზია, რომელსაც ქართული საზოგადოების ნაწილი ევროკავშირისაგან ედის. პირველი ეს არის შვედური ხელფასები, მეორე ლუქსემბურგის გადასახადები, მესამე გერმანული ავტომობილები, მეოთხე ჩეხური ლუდი და მეხუთე ესპანელი ქალები. მოდით ყველანი დავფიქრდეთ, განაქვს სურს ჩვენი მომავალი სხვა ხალხმა მართოს. გსურთ ასე მარტივად მიგაღებინოთ გადაწყვეტილებების ხვებმა. ეს დღევანდელი რეალობაა და თუ ასე გავაგრძელებთ, მომავალში უარეს შედეგამდე მივალთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ პროექტში მონაწილეობ. შენ არაჩვეულებრივი გოგონა ხარ. სპიკერი პირველი არხის ეთერში გასულ წელს გავიდა. მაყურებელი საკუთარ ფავორიტებს 2 თვის განმავლობაში გულშემატკივრდა. სპიკერები ყოველ კვირას საღამოს 10 საათზე განსხვავებული თემით და განსხვავებული დავალებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ იმსახურებდნენ ქვეყნის პირველი სპიკერის ტიტულს. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ გადალახეთ ეს ტური. დღეს თქვენ გელით 10,000 კაციანი აუდიტორია, მაგრამ შეღავათ ის არის რომ მას არ ესწრებიან ადამიანები, უბრალოდ სარიელი იქნება დარბაზი. ის დავალება, რომელიც თქვენ ჯერ არ იცით, რაც უნდა შეასრულოთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. მაშასე, გელით დარბაზში ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერ თქვენი სიტყვა. სპიკერები ყოველ ეტაპზე სხვადასხვა დავალების შესრულებას თავდაუზოგავად ცდილობდნენ. პირველად იყო სიტყვა. სიტყვიდან წარმოიშვა კაცობრიობა და ეს არის სიტყვის სწავლა. მოკლედ, შემიძლია რომ ვიყო ჩემი ქვეყნის ადვოკატი. იმიტომ უნდა გავხდე სპიკერი, რომ ხალხმა დამაფასოს, თუნდაც და გაიგოს, რომ მე ვარსებობ. პირველივე ტური კონკურსანტებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სირთულე სპიკერების ნაწილმა წარმატებით დაძლია. ნაწილი კი პროექტს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. 25 სპიკერიდან მხოლოდ 10 საუკეთესო კონკურსანტმა შეძლო ჟიურისთვის დაემტკიცებინა, რომ პროექტში დარჩენას იმსახურებდა.
პირველ ტურს პირველი დავალება მოყვა. დავალება არის ყველასთვის იდენტური, ანუ შეიქმნა 5 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფს აქვს 8 ქილა. 8 ქილაში არის თითოეულ ქილაში არის მოთავსებული ჰაერი და თითოეული ქილის საშუალებით ბავშვები ხედიან წარმატებას, ბედნიერებასა და სიყვარულს. ყოველ ეტაპზე დავალება უფრო და უფრო რთულდებოდა. ესმის? კი, ესმის. 1 2 3 4 6. ხოდი იქიდან. მეორე ასბანდი ჩქარა ყურიო რაღაც. ეს კამერას შეგიჭამთ ეს. მოგესალმებით. ახლა მოგესალმებით. თავიდანო. ყველაზე ექსტრემალური კონკურსანტებისათვის მოამბის პირდაპირ ეთერში იმიტირებული ჩართვა აღმოჩნდა. დიდი მადლობა ლუკა მალაშია საუბრობდა მომის პირდაპირში. საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სპიკერებს შოუს მეოთხე ეტაპზე ეროვნული მუზეუმის დირექტორისათვის და იქ მისული დამთვალიერებლებისათვის მოუწიათ. სხვადასხვა საგამოფენო დარბაზის პრეზენტაციის შემდეგ მენტორმა საკუთარ ფავორიტებს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი მისცა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მისი სურათი. ჩვენი თემა საკმაოდ მძიმეა, ეს არის ოკუპაციის მუზეუმი. ბედიის ბარძიმი. არ ვიცი, ეს არის შედევრი როგორც ნამუშევარი, ეს პერსონაჟი გახლავთ ყველასთვის ჩვენთვის უსაყვარლესი ათლარიანზე გამოხატული ქალი. საკმაოდ რთული ამოცანა ერთმნიშვნელოვნად, თანამედროვე გიდი უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული კრიტიკული სიტუაციებისთვის. ეს არის ამოცანა, სადაც ცოდნას გადასცემს სხვა საინტერესო. არჩევნების მოგება არის თქვენი არჩევნები. ანუ თქვენ დაირჩიოთ, რა ტაქტიკას ირჩევთ, ეყრდნობით იმას, ვინც თქვენ გიცნობს ისედაც რაღაც მიზეზების გამო, ხო? ვინც თქვენს მიმართ სიმპათიურად არის განწყობილი, თუ თამაშობთ სხვის ტერიტორიაზე. ნახევარფინალში მოსახვედრად კონკურსანტებს იმიტირებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება მოუწიათ. გამარჯობათ, ამ ქუჩაზე ცხოვრობთ? არა. მოგესალმებით, მე გახლავართ აღმაშენებლის გამზირის თვითმმართველობის თავმჯდომარის კანდიდატი რევაზ გენგაშვილი. იცით, მე მიჭამია ტორტი და მithkoms, რომ ყველაზე გემრიელია, რაც კი შეიძლება რამ გამოიცხოს. მაგრამ რომ გეკითხათ, ალბათ გეტყოდით, რომ ოდნავ მეტი სიტყვა რომ ქონოდა, უფრო გემრიელი იქნებოდა. ერთხელ და საბოლოოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ვიცხოვროთ მომავალით და შევქმნათ თვალიდელი დღე. გავაფერადოთ ჩვენი ცხოვრება და გავაფერადოთ თბილისი. მწვანე ქალაქის იდეა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ეკოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. ფინალში მოხვედრამდე კი სპიკერებმა საზოგადოებას ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მიიმართეს. სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი. წინ წადი, მაშინაც კი ოდესაც ყოველს გონია რომ დაიცემი. თუ გაგიჩნდება ჩემთან კამათის სურვილი, არა ეს პრობლემა, ჩემთან კამათი ძალიან აგვილია. ჭეშმარიტებასთან კი აგირჩევთ. ნახევარფინალურ ეტაპზე სპიკერებმა თავისუფალი, მათთვის აქტუალური თემები მოამზადეს. მიუტევეთ. მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ გინდა რომ მოგექცეთ. და შეიყვარეთ მოყვართ თქვენ. ტერი თქვენ არ ყავთ. ჩვენ მკვდრები ვართ. მკვდრები, რომლებიც წინ დროის და იმ ცოცხალ მკვდართა ხარჯზე მივიწევთ, რომლებიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობენ. გამოვავინოთ ჩვენი ხასიათი, საუკეთესო თვისებები გავხდეთ ნამდვილად თავისუფალნი. თორემ დავრჩებით ბუზღუნა ერად, სადაც ტაქსის მძღოლებს 2 წითელი დიპლომი აქვთ
და გვეყოლება ბევრი აგული ერისთავი, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი. ნახევარფინალში ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტი კიდევ ორმა კონკურსანტმა დატოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით ნინო ხოდელიანი გადავიდა შემდეგ ტურში. ფინალისტები კი გამარჯვების მოსაპოვებლად თანატოლების უფლებების დაცვას შეეცადნენ. ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად ყველა ბავშვს განურჩევლად სქესისა და ასაკისა აქვს უფლება მიიღოს განათლება. მე რეზი გენგაშვილი ვარ, 14 წლის ბავშვი და მე შემიძლია მივიღო განათლება. მაგრამ შეუძლია კი ყველას მიიღოს განათლება. იცით, საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი დასახლება, სადაც ბავშვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებები ძალიან ცოტა არის. თქვენ იცით, რაოდენ ძიმე მდგომარეობა არის იქ ამ კუთხით. ჩვენს გვერდით ცხოვრობს 2000 დაუცველი ბავშვი, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ლანძღავს და ქუჩის ბავშვებად მოიხსენიებს და რომლებთან ნაწილსაც საკუთარი მშობლები აგზავნიან ქუჩაში სამათხოვროდ. რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ მშობლებს აქვთ განუსაზღვრელი უფლებები ბავშვებზე. სინამდვილეში უფლებები აქვთ ბავშვებს. მშობლებს კი აქვთ ვალდებულებები მათ მიმართ. მე ვნახე ის, რისი ნახვაც არც ერთ თქვენგანს არ უნდა. მე ვნახე ის, რაც ყოველდღე რჩება თქვენს თვალთახედვის გარის გარეთ. ბავშვები, რომლებიც თქვენ პატივცემულო საზოგადოებამ გაწირეთ. ამას მიაქცევთ თუ არა ყურადღებას, ისინი მაინც არსებობენ. შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ. მათ აქვთ უფლება იცოცხლონ, გაიზარდონ ოჯახში, ისწავლონ და გადმოცენ საკუთარი აზრი. მე სურვილი მაქვს გითხრათ, რომ თქვენი სახით თქვენ ყავს ძალიან კარგი მოქალაქეები, ძალიან კარგი ადამიანები. თქვენ შეგიძლიათ ზემოქმედების მოხდენა სხვა ადამიანებზე. ეს ძალიან დიდი ძალაა და მინდა გითხრათ, რომ მე მართლა ვამაყობ თქვენით, სამივე თქვენგანი ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. აუ რა გაგვიმართლა? აბა, მაგრა ასურებს. ყველაფერი ვიშოვეთ. ეს შენთვის, ეს ჩემთვის. ვა, ზურა? ნახე რა გავჩითეთ. ხო მაგარია. მოდი ძმაო. ხო მარგეშინია. მე არ მინდა. რა იყო, რა მოგივიდა? არ უნდა და ნუ უნდა. ვა. გავიმარჯვე. გავიმარჯვე. იყავი თანამედროვე. იზრუნე წარმატებულ მომავალზე. ისინი ამბობენ, რომ მუსიკის სმენა მათთვის გართობა არასდროს ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ ახალი მუსიკა ყოველთვის ახალი თავგადასავალია. ისინი ამბობენ, რომ არასდროს ეშინიათ ახალი თავგადასავლების. ისინი ამბობენ, რომ შენ ხარ მუსიკა, სანამ მუსიკა გრძელდება. უცნობი მუსიკა. კახათ ლორდავასთან და გიახადურთან ერთად. გადაცემის პარტნიორია ფესტივალი რესტორაცია დივანი. ანალიტიკური აზროვნება. აუცილებელი განათლება. ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. სოციალური პასუხისმგებლობა. ზრუნვა მომავალს. ყოველ შაბათს 19 საათს ვიყურებთ და მიამყრეთ. ყველაზე ეროვნული მედია პროექტი ეტალონი. ეტალონის მეგობარია კომპანია ალბატროსი. კომპანია ალბატროსი, იდეალური სიმყუდროვე, იდეალური პირობებით. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება
ჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის პარტნიორია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. გამარჯვებული პირველ პროექტში არის ნინი პედერია. სპიკერი ზოგადად ჩემ ცხოვრებაში იყო ალბათ ყველაზე განსხვავებული და რაღაც საერთოდ ისეთ სხვანაირი ეპიზოდი. ჩემი ცხოვრება მიდიოდა ის ზედმეტად მდორეთ და რაღაც ყოველ დღე რაღაც ერთ და იგივე სკოლა, მასწავლებელი და ასე შემდეგ. და ამიტომ გავაგზავნე აპლიკაცია. თემას რო ვაგზავნიდი, ბევრი საერთოდ არ მიფიქრე, იმიტომ რომ ყველაზე ესეთ მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემთვის რაც იყო ეს მოხუცებულები, გარეთ რო ხედავ რომ ხან მათხოვრობენ და ხან ვიცი რომ რაღაც ოჯახში არულიან და ზედმეტად გზნობენ თავს და ამიტომ საერთოდ არ მიფიქრია ბევრი. ამბობენ სიბერე ის პერიოდია, როცა ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს, კითხვას კი არავინ გისვამსო. ხალხი ხშირად ღიზიანდება, როცა მოხუცები ნელა დადიან, კარგად არ ესმით და ორჯერ ამეორებინებენ ნათქვამს. მაგრამ რაზე გვეშლება ნერვები ჩვენ მომავალზე? მანევრულებ და ეს თემა და მინდოდა რომ ხალხიც იმდენად შემეწუხებინა, რამდენადაც მე მაწუხებდა. მინდა მივმართო საზოგადოებას, ბიზნესმენებს, განსაკუთრებით კი მთავრობას. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია ამ ნოვაციების ქვეყანაში ახალი, სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა, სადაც მოხუცები თავს იგრძნობენ საჭიროდ, იცხოვრებენ სითბოსა და სიყვარულში. უნდა ვიზრუნოთ ამაზე, რომ ამ ხალხმა ტკბილად გაატარონ მათი ცხოვრების ეს ეტაპი და უნდა ვიზრუნოთ ამაზე, რადგან ეს არის თქვენი, ჩემი და ჩვენი მომავალი. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა არანაირი კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან კარგი გოგო და მე პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ შენ აუცილებლად ჩემთან კურსში იქნები. რადგან არ უნდა დამიჯდეს ეს მე დავამატებ რომ არანაირ წინააღმდეგობას არ გაქვს. მე თუ მეტეს იმიტომ რომ იყო ძალიან კარგი სიტყვა ხმის ტემბრი არ ეწეულებრივი დამაჯერებელი ზუსტი აქცენტები აბსოლუტურად ცოტა ცრემლებიც მომერია და აი ძალიან კარგი იყო ნამდვილად. მივიღეთ თუ არა შეთავაზება, მაშინვე დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ქართულ მედია სივრცეში არ ყოფილა პროექტი, სადაც ამ თაობის მოზარდები ერთმანეთს ინტელექტუალურ ბრძოლაში ეჯიბრებოდნენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო პროექტი და პროექტმა მართლაც რომ საუკეთესო შედეგი აჩვენა. სცენაზე დგას სამი წარმატებული და გამარჯვებული ადამიანი და სახეზეა ძალიან წარმატებული პროექტი. თქვენ სხვა ახალი ადამიანები ხართ, ახალი საქართველოს ახალი ადამიანები. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და მინდა რომ ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან წარმატებული იქნება თითოეული თქვენთაგანი. საერთოდ გამოცდები, შეჯიბრება, გამოვლენა გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ძალიან არ მიყვარს. იმდენი სუბიექტური ფაქტორია ჩართული ნებისმიერ შეჯიბრებაში, რომ გამარჯვებული და დამარცხებულის გამოვლენა როგორც წესი არ არის სამართლიანი და ამიტომ გამარჯვებულების სიხარული და დამარცხებულების წუხარება არის ძალიან გასაგები. თქვენს წინაშეა საქართველოს მომავალი სპიკერი ეკა სესიკაშვილი. სიტყვებით არ ხარ და მომისმინეთ, ეს ცოტა უხეშად თქვენ. პროექტის სპიკერი საშუალებას მაძლევს საჯაროდ ვისაუბროთ და საზოგადოება დავარწმუნო იმაში, რომ მე ბავშვი მქვია, მაგრამ შემიძლია მივაღწიო, გავიმარჯვო და ამით საკუთარ თავს სიტყვის თავისუფლება მოვუტანო. მეც განსხვავებული ადამიანი ვარ. მართალია, ჩემი განსხვავებულობა მაღალი იდეალებისადმი ბრძოლაში არ აისახება, მაგრამ ვაიმე დედა, ვინ დათვლის რამდენჯერ უთქვამს? ქართველებო, მინდა გთხოვოთ, გადავარჩინოთ ქართული ენა. ხალხო, გთხოვთ, არ გინდათ არავის დამცირება, ნუ ატკენთ გულს, თუნდაც თქვენთვის მიუღებელ ადამიანებს, გვიყვარდეს ერთმანეთი. ნუ გთხოვთ, ნურავის ნურაფერს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში არავინ არაფერს არ აკეთებს, განსაკუთრებით სპიკერები როცა ლაპარაკობენ მაშინ. სპიკერს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა კონკურსანტებისთვისაც და უამრავი მაყურებლისთვისაც, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მართალია სხვების მაგალითზე, მაგრამ
უყურებდნენ, განიცდიდნენ, აღიქვამდნენ და აცნობიერებდნენ იმას, რას ნიშნავს ფიქრის კონსტრუირება. და ეს არის ძალიან დასაფასებელი რამ, რაც ჩვენ საზოგადოებას დაანახა ამ კონკურსზე. ასე რომ, ხარჯეთ ფული გონივრულად, გამოისწორეთ პირადი კეთილდღეობა და არ გვექნება კრიზისი. მადლობთ ყურადღებისთვის. სპიკერში როდესაც მოვედი, ეს იყო ჩემთვის შანსი რაღაცა მესწავლა და ამავდროულად რახან მე ვლაპარაკობდი აუდიტორიის წინაშე, რაღაცა მესწავლებინა სხვისთვის. ზოგადად ცხოვრება არის ასეთი რამ, რომ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, რაზედაც დგას ზოგადად ჩვენი ცივილიზაცია. გამარჯობა. როგორ ხართ ლევანი, გამარჯობა. როგორ ხართ? დღევანდელი ჩვენი ამოცანა მდგომარეობს რაში? თითოეულ თქვენთანაც ექნება კილა და კილაში მოთავსებული ჰაერი უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ ადამიანებს, რომ ეს ჰაერი მოიტანს წარმატებას, სიყვარულს და ბედნიერებას. ყველა ეტაპზე კონკურსანტებს ჰქონდა სხვადასხვა მოთხოვნა და შესაბამისად ისინი თავიანთ უნარჩვევებს სხვადასხვანაირად აჩვენებდნენ. როდესაც ერთ ტურში ერთი იყო გამარჯვებული, აღმოჩნდებოდა, რომ მეორე ტურში ცოტა არ იყო ისეთი კარგი, როგორც წინა ტურში. ამან რა თქმა უნდა ჟიური თავიდან ცოტა დაგძაბა, ჰქონდა დისკუსიები, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული ზუსტად ის იყო, ვინც ყველა ტურს კარგად მოერგო, რომელმაც ყველა ტურის მოთხოვნა კარგად შეასრულა. და ალბათ პროექტის მიზანიც ეს იყო, რომ უნდა გაემარჯვა იმ ადამიანს, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა მაღალ დონეზე. იყო ხშირად, როდესაც ჟიურის წევრები, მეც მათ შორის, იმ მომენტში და იმ დავალებაში შესრულებული წარმოუდგენით კი არ ვაფასებდით კონკურსს, არამედ წინა დავალებები. ჩვეულებრივი ამბავი იყო, საკმაოდ ის იყო, საკმაოდ არ არის ადვილი გაყო ერთმანეთსაგან, თუ გახსოვს კარგად, დაუშვათ წინა დავალება როგორ შეასრულა და ეს გამოყო იმისაგან, როგორ ასრულებს ისე, ანუ წარმოუდგენაში, საკუთარი წარმოუდგენა და განაცალკევ ერთმანეთსაგან. ეს რთულია, ყოველთვის არ გამოგვდიოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოგვივიდა, მაგრამ ნუ ჩვენთვისაც იყო ეს ესეც საინტერესო გამოცდილება და ფიქრობ წელსაც მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება, თუ არ დაგვაუწყდა რა თქმა უნდა. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ჭილაია. მე გავიხსარდე აღმაშენებლის გამზირზე ბებიასთან და ბაბუასთან. მე ვარ ლუკა მალაშხია და ვარ ამაყი იმით, რომ დღეს გვხვდებით თქვენ. ულამაზესი ადგილის აღმაშენებლის გამზირის უმშვენიერეს მოსახლეობას. სრულიად განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტა უხდებოდათ ჩვენს კონკურსანტებს და ჩვენ კი გქონდა უკვე შესაძლებლობა შეგვეფასებინა როგორ სძლევდნენ ისინი ამ ამოცანებს თქვათ სხვა მოცემულობის პირობებში და შემდეგ შეგვეძლო შეგვედარებინა ახალ სიტუაციაში, ახალ ვითარებაში, ახალი ამოცანების დასმისას, როგორ ახერხებდნენ ისინი პრობლემების გადაწყვეტას. ეს საინტერესო იყო. მოგესალმებით, მე ნინდა დანელია ვარ. ალბათ ფიქრობთ, ვინ არის ეს პატარა გოგონა ან რა სურს მას? მაგრამ ნება მომენტში შეგახსენეთ, რომ ყველა რწმენა, არა, ნება მომენტში შეგახსენეთ, რომ ყველა ცოდნა იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით. ტურში, როდესაც ჩვენ ვატარებდით იმიტირებულ საარჩევნო კამპანიას, მე ვიყავი აუთსაიდერი. საერთოდ ვთვლი, რომ ეგ თემა, საერთოდ პოლიტიკა ჩემთან ძალიან ახლოს ნამდვილად არ არის და მაშინ აუთსაიდერობა განაპირობა პირველ რიგში იმან, რომ თემა არ იყო ჩემთან ახლოს და არ მინდოდა ასე ვთქვათ ამ თემაზე საუბარი. მეორე განაპირობა იმან, რომ ძალიან დავიბენი, ანუ როდესაც გამოვდიოდი სიტყვით თავიდან შემეშალა და უკვე ყველაფერი ამერია თავში, აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. პირველი წინადადება შემეშალა დაწყებიდან და მე უკვე ამერია რა თქმა უნდა და დაეთყო ეს ჩემ გამოსვლას მთლიანობაში ჯამში და გავხდი აუთსაიდერი. ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა იმიტირებული საარჩევნო კამპანია, რადგან ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ვერ დავძლია ეს ეტაპი. დღეს აღსრულდა ეს, რასაც ვირიდებდი სულ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე მომიწევს დღეს, რომ ვიყო ცუდი პოლიციელი. ჩემთვისაც არ არის ეს, მანდა მაინც სასიამოვნო, უნდა გამოვაცხადო, როგორ დატოვებს ერთ-ერთი თქვენგანი ამ კონკურსს. სწრაფად ვიტყვი ამიტომ. შემდეგ ეტაპზე, ანუ ნახევარფინალში, სადაც მხოლოდ 5 მონაწილე შემორჩება სპიკერს ამ კონკურსს.
გადავლენ რეზი გენგიშვილი და ნინი დანელი. ძალიან რთული იყო ჟიურის წევრობა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსში მონაწილეობენ 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდები, მოზარდები და ძალიან რთულია გაუკეთო შენიშვნა ამ ასაკის ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ის ასაკია, როცა ძალიან სენსიტიურია ადამიანი. წიგნი უნდა წაიკითხო კარგად და იცოდე იმისთვის, რომ კომპიუტერი ძალიან კარგად იცოდე და კომპიუტერში აღმოაჩინო ისეთი ლიტერატურა, რომელიც წიგნში არ არსებობს. ეს ძალიან კარგი თემა არის. თეკვა ტირი ახლა? არ გადამრია. შესაძლებელია შენი ერთი სიტყვა, შეიძლება ცოტა უტრირებაც კი გამომივიდეს, მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდეს მათთვის. ამქიდან გამომდინარე ძალიან მოზომილი, ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყო, როდესაც იხარ ჟიურიში, გამოთქვა შენი აზრი ისე, რომ ეს იყოს მათთვისაც მისაღები, გასაგები და შემდეგ გასათვალისწინებელი. მოგიწოდებ ყველას, ვისწავლოთ ერთად, გადავლახოთ რთული გზა, რთული ბარიელი, მივცეთ მსოფლიოს ახალი იდეები, განვავითაროთ საქართველო, ჩვენ ერთად შევძლებთ ამას. ოდნავ დამშვიდებული ემოცია, ის შემართება, შენი დამოკიდებულება და უფრო აზრიანი სიტყვა, მე ვფიქრობ, შენ კარგ ორატორად ჩამოგაყალიბებს. რაღაც მომენტში ვწდებოდი ჟიურის დავალებას, ჩარჩოებს ვცილდებოდი. აქ იყო რაღაც ინდივიდუალურობის პრინციპიც, მაგრამ ეს ინდივიდუალურობის პრინციპი ზოგჯერ იყო არასწორი ჩემთვის, იმიტომ რომ ეს იწვევდა ყოველთვის კრიტიკას და ეს იწვევდა ყოველთვის შენიშვნას ჟიურის. ვცდილობდი ესეთი იაფასიანი ილეთები გადამეგდო. რასაც ახლა ბუნებრივია მიმართავდნენ რა. ახლა თუ დავუშვათ ეს იაფასიანი ილეთები შეიძლება სხვა ჟიურის წევრებზე მოქმედებდა კარგად, ჩემთვის არ მოქმედებდა, იმიტომ რომ მეტნაკლებად ამ ასეთ ილეთების ფასი ვიცი. ილუზია. გმირები ადრე არსებობდნენ. ეხა რაღა დროს გმირებია, ეხა ხო თინეიჯერები არიან. ეს სისულელეა. მე ამის არ მჯერა. იცით ეს ჩემი მეზობელი. სწორედ თინეიჯერი იყო მაგ ხალხის გაგებით. და ის წუთი, როდესაც დადგა, როცა უნდა გადაეწყვიტა, მომკვდარიყო თვითონ თუ თავისი მამა. სწორედ გალიფე ჩაცმული და კეტებით გადაეფარა მამამის და ის ტყვია თავის გულში მოხვდა, რომელიც ყოველთვის კევით დადიოდა, სიგარეტი ხელში ეჭირა და ცალფეხზე ყვითელი შნურუკი ჰქონდა და ცალფეხზე ლურჯი. რა დავინახე? ნიკას შემთხვევაში. დავინახე ესა რა, რომ თემის აცდენა, რომელიც ესე იგი თემას არ მიყვა. მისი პლუსი არის ის, კარგი ცოდნა იმისა, რა ემოქმედებს საზოგადოებაზე, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში მინუსია, იმიტომ რომ ეს ნიჭი მას აქვს. ანუ ის ისეთია რა, ბუნებით სპიკერია ტიპი რა, ეს თავიდანაც ეგეთი ტიპი იყო რომ გამოვიდა რა. მეთაყვება აბსოლუტურად. რომ თქვა შესაძლოა ოდნავ გადახოლიყო გზა და კონიუნქტურაც იყო, მაგრამ იმდენად გულწრფელი იყო მისი გამოსვლა, ის ყვითელი თასმა, მისი თაობის სიტყვა, თქვა, არაფრით არ შემიძლია რომ იმასთან ერთად არ ვიყო, ნუ აი რა ვქნა. მაგრამ ავი ძალიან მიყვარს და წინაზე მოვკვდინები. ძალიან გული დამწყდა, როდესაც პროექტიდან წავიდა ცოტნე ჩახვაძე და ნიკა მუნჯიშვილი. აღმოჩნდა ისე, რომ ეს ორი ადამიანი იყო ერთმანეთის კონკურენტი. ხმათა უმრავლესობით ესე გადაწყდა, რომ ნიკა და რეზი აგრძელებენ პროექტს და ცოტნე სამწუხაროდ წავიდა პროექტიდან. მათ შორის არჩევანის გაკეთება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ჟიურის ყველა წევრი ზუსტად ისეთივე გულშემატკივარი იყო მათი როგორიც მე, საკმაოდ დიდხანს მოგვიწია დავამ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს არის კონკურსი, არჩევანი გაკეთდა იმაზე ვიზეც გაკეთდა და ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ეს ორი ადამიანი ვერ მივიდა კონკურსის ბოლომდე. არ მინდა ვიყო ბანალური, ამიტომაც არ ვისაუბრებ არც აგვისტოს ომზე და არც ვარდების რევოლუციაზე. ვისაუბრებ ფარნავაზ მეფეზე, არა როგორც ისტორიულ პიროვნებაზე, არამედ როგორც ისტორიულ მოვლენაზე. მოვლენაზე, რომელსაც პირველად შექმნა ერთიანი ქართული საზოგადოება. აჯობა. ცოტა უკეთესი რო ყოფილიყო, გავიზიარებდი არგუმენტს გიგისას. აშკარად აქვს თავისი საფუძველი, მაგრამ რაკიღა არ იყო უკეთესი, არ იყო ვერ აჯობა. ცოტნე ჩახვაძე იყო პრინციპში ის, ვინც დაიჩაგრა, მაგრამ ნუ ახლა დაიჩაგრა ისევ და ისევ აი ამ შეჯიბრების წესების გამო. და ვფიქრობ დაიჩაგრა სწორედ იმის გამო, რომ მასში უფრო მეტი იყო კრიტიკული დამოკიდებულება ვიდრე პერფორმანსის უნარი. ასეა. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, მე მაინც ვფიქრობდი, რომ უფრო მეტად მის კრიტიკულ დამოკიდებულებას ჰქონდა მნიშვნელობა. მაგრამ სხვების პერფორმანსის უნარმა, რომელიც იყო რაღაცებში უკეთესი, გაიმარჯვა.
მიზეზი თუ რატომ შეიძლება მომეგო გული ყველაზე რთული ჟიურის წევრისთვის გიგი თევზაძის ეს შეიძლება იყოს ჩემში ის ალბათ ხედავდა პოტენციალს ალბათ ზოგად განათლებასაც და ემოციასაც პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV ადამიანების დადაღვა საუკუნეების უკან იყო მიღებული. დღეს 21 საუკუნეა. HIV ინფიცირებულების სტიგმატიზაციით ჩვენ კიდევ უფრო ვუწყობთ ხელს დაავადების სწრაფ გავრცელებას. HIV ინფექცია, შიცი არ გადადის საყოფაცხოვრებო გზით. ვებრძოლოთ დაავადებას და არადაავადებულ ადამიანებს. შიცი, შევწყვიტოთ ინფიცირებულთა დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია. ყოველ დღე 10-დან 11 საათამდე საზოგადოებრივ რადიო 1-ზე ხაზის რადიო ირთვება. ორშაბათი. როლი, რომელსაც მთელი ცხოვრება თამაშობ. სამშაბათი. ტრადიციები, რომლებიც თანგდევს. ოთხშაბათი. ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად ქმნის ქართულ კულტურას. ხუთშაბათი. გადაცემები და ჩანაწერები, რომლებიც მხოლოდ თქვენთვის იქმნებოდა. პარასკევი. ეპოქა, რომელიც გვაყალიბებს და რომელსაც ქმნით ჩვენ. ხაზის რადიო. იყავი ხაზზე ყოველ დღე 10-დან 11-მდე. ხაზის რადიო FM 102.4-ზე. კამერები ჩართულია. მოემზადეთ. ვიწყებთ. ყოველ დღე დილის 8:30-დან 3 საათამდე. უწყვეტი პირდაპირ ეთერი. 4 სტუდია ერთ სივრცეში და 4 განსხვავებული გადაცემა თქვენი საუკეთესო განწყობისათვის. ჩვენთან ერთად დღე უფრო საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. პროექტის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა LIV. მიმართავ ყველას, ვინც სხვის აზრს და წმენას არ ცემს პატივს, ყველას ვისაც არ ყოფნის ერთი ცხოვრება და ცხოვრობს სხვათა ცხოვრებით. ნუ იქნევთ თქვენს წიგნებს, ბროშურებს, ხელებს და ხელჯოხებს. ნუ ამოეფარებით სიმართლეს, რათა აკეთოთ უსამართლობა. ნუ ჩაიდენთ ბოროტებას სიკეთის სახელით. მე ვფიქრობ, რომ მათ გაუჭირდათ იქ, რასაც ისინი მიჩვეულები არ არიან. მათ გაუჭირდათ იმ წუთას შემოქმედებითობის გამოვლენა. მას ამას ისინი შეჩვეულები არანაირად არ არიან სკოლაში, რასაც ჩვენი სკოლა სამწუხაროდ არანაირად არ ასწავლის. ამიტომაც ეს იყო მათთვის ყველაზე უფრო დიდი გაჭირვება. საშინაო დავალების მომზადებაში კარგები იყვნენ, რა თქმა უნდა, თავიანთ შეძლებლობის ფარგლებში ყველა, მაგრამ აი ეს შემოქმედებითობაში ეს იყო და უცბად გადაწყვეტილების მიღებაში და რაღაც გაკეთებაში ეს იყო მათი პრობლემა. ეს არ არის მათი გაჭირვება, ეს საერთოდ ჩვენი სკოლების და ჩვენი განათლების სისტემის გაჭირვება. დღეს იშვიათად თუ გაიგებთ ფრაზას მე ბედნიერი ვარ. ბედნიერება ზოგადი მცნებაა და ყველა სხვადასხვაგვარად გესმის. კონკურსანტებისთვის ყველაზე რთული ტური მაინც იყო პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონკურსანტი აქ მოვიყვანეთ პრაიმ ტაიმში, მოუწყვეთ პრეს-კლუბი, მოვისმინეთ მათი გამოსვლა საჯაროდ, გაუკეთეთ შენიშვნები, მიუთითეთ რაზე უნდა ყოფილიყო მთავარი აქცენტები, გამოსვლის მანერა, აი ყველაფერზე აბსოლუტურად ვისაუბრეთ. არ ვიცი ეს რაღაცა განსხვავებული სივრცე იყო მათთვის პარლამენტი თუ რა, მათ მაინც ძალიან გაუჭირდათ პარლამენტში გამოსვლა. ერთადერთმა დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი დამოკიდებულება ხალხისადმი, ბედნიერებისადმი, სამყაროსადმი. ვიქნები გულწრფელი და გეტყვი, რომ პარლამენტის
შენობაში ვერ წარმომდგენი ეს ტექსტი როგორ გაიჟღერებს. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ჩანახატი, კარგი ჩანახატი, აი ესე ვიტყოდი მე. შეიძლება შენ არ მოგიტანოს მაღალი ქულა თუ შეფასება. მე ვფიქრობ რომ ჩემი საბედისწერო გამოსვლა ასე ვთქვათ პარლამენტში თემა იყო ძალიან არაშესაბამისი იმ გარემოსთან და იმ სიტუაციასთანაც არსებობდა, ანუ პარლამენტში ნამდვილად არ უნდა გამოხვიდე და ბედნიერებაზე არ უნდა ისაუბრო, თუმცა თავიდანვე ავირჩიე ეს თემა და მე უკვე წინა დღეს სიმართლე გითხრათ ცოტა შევშინდი რომ შემეცვალა თემა. ყველაზე რთული ტური იყო ის ტური, როცა ზუსტად აუთსაიდერებში მოვხვდი. როცა თავისუფალი თემა ქონდა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ჯერ ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა თავისუფალი თემა. იმდენად უკვე შებოჭილები ვიყავით რაღაც. სასწაულად დავიბენით თემებიც რაღაც მართლა ისეთები ავარჩიეთ, რომ ცოტა ზოგი პარლამენტს არ უხდებოდა, ზოგი მაშინ რომ მოვიფიქრეთ კი კაი იყო, მაგრამ მე როგორ განგვერთო აღარ ვიცოდით. მოგესალმებით. მე ვარ ნინი ხვედელიანი და დღეს მინდა გესაუბროთ ქართულ ხასიათზე. ეხლაც არ ვიცი ეს თემა რატო ავარჩიე. აი არც ახლოს არ მოდიოდა, არც ცხოვრებაში ამით არ შეხება არ მქონია რომ რაღაც აი მეფიქრა ამაზე, რომ აი როგორები ვართ ქართველები. აი არ ვიცი ეს თემა რა არ მომარჯებინა ზოგადად. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ჩვენზე უვარგისი ერი ხო მეორე არ არის. ეს ის ორი ფრაზაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენთ საქართველოში. პრინციპში იმას არ ვგრძნობდი, რომ პასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტში უბრალოდ რაღაც თავისით მოხდა, რომ აი მე პარლამენტში ვარ და დავიძაბე. თან ისიც იყო, რომ უკვე ნახევარფინალი იყო და დაძაბულობას მატებდა, რომ თან იქ ხარ, თან უკვე რატო უნდა ჩააფლავო ეხა, როცა აქამდე ხარ მოსული. და მე მგონი პლუს დამატებული ნერვიულობაც და გაბუჭდა სიტყვა. აი ასეთი ხალხის შვილები ვართ, ეს იყო ქართველობა. რა დაემართათ ამ ხალხს? შიგნიდან გატეხეს. მოხვდნენ იმპერიაში და მათ მხოლოდ მოვალეობათ იქცა ის, რომ ფეხი ფეხზე გადადებულები მჯდარიყვნენ. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ არ ავარჩიე ჩემთვის აქტუალური თემა და ჩემთვის საინტერესო. როცა უკვე ნახევარფინალის ტურის შემდეგ უკვე გამოეცხადებინა თუ ვინ გადავიდა უკვე ფინალში. აი ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ მე გამომაცხადებდნენ. პირველი ვინც გადადის, ეს არის გიორგი ჭილაია. და რეზი გენკაშვილი. ვცდილობდი მაქსიმალურად დამემტკიცებინა რომ ეს ყველა უბრალოდ არ გადავედი ფინალში და ცოტათი მაინც შევძელი იმის დამტკიცება რომ ფინალში ყოფნას ასე თუ ისე ვიმსახურებდი. მაგრამ გამარჯვებას რაც შეეხება, ეს ალბათ ყველაზე სამართლიანი დამარცხება იყო, რაც კი როდესმე დამარცხებულ ვარ. ვიმსახურებდი აბსოლუტურად აუთსაიდერობას და უკვე აუთსაიდერობის დროსაც დიდი, ასე ვთქვათ, მონდომებით არ დამიწერია ჩემი აუთსაიდერობის სიტყვა, თან საუბრობდი თავისუფლებაზე, რომ თავისუფლება არის ბედნიერება და მეორე ნაწილს უნდა დამტკიცებინა, რომ არ არის ბედნიერება და ესეც სტრესული მომენტი იყო, რომ ნახევარსაათი უნდა გამიზადებინა და ჩემზე უკეთ შეძლო ერთ-ერთმა კონკურსანტმა და ის გადავიდა ფინალში და მე მგონი ძალიან ღირსეული. ჩემთვის პირველი თავისუფლება იყო დღე, როდესაც დედაჩემმა მარტო ჩამიშვა ეზოში. ამ დღე მე ბედნიერება მომიტანა. მაგრამ გუშინდელი ტურისთვის მე თავისუფალი ვიყავი, შემეძლო ნებისმიერ თემაზე მესაუბრა, მაგრამ მომიტანა ამ წარმატება. დღეს მე აუთსაიდერი ვარ. კიდევ კარგი რომ დღეს შეზღუდვებია. მადლობთ. იცით რა არის ჩემი თავისუფლება? მე მინდა ამ ღამე ვარდის ყლორტი დავიჭირო კბილებით, გავიდე ქუჩაში, წამოვიდეს წვიმა, საოცარი წვიმა, ჩავიცვა ზაფხულის ტანსაცმელი და ლამპიონის შუქზე, ყველაზე ლამაზ ქალთან ვიცეყო ტანგო. რა თქმა უნდა, მთლიანი გადაცემა პირველი ტურიდან მოყოლებული დავიწყე იმედით, ამბიციით, მონდომებით, რომ მე გავსულიყავი ბოლომდე, ფინალამდე. თუმცა მოხდა ისე, რომ მე ნახევარფინალში მოვხდი აუთსაიდერებში და შემდეგ დავტოვე პროექტი. რა თქმა უნდა, გამოიწვია გულის დაწყვეტაც, რაღაც მომენტში სინანულიც ამ ყველაფერმა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ის, რაც მომცა მე ამ პროექტმა და არა ის, რომ არ გავხდი პირველი და ვთქვათ უბრალოდ მოხდი ხუთეულში. თავისუფლება გვაძლევს შანსს ვიყოთ უკეთესები. გამოვიყენოთ ეს შანსი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ყველა ერთნაირად მივდიოდით, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, ყველასთვის წინა ტურები კარგად ჩავლილი იყო და რაღაც ძნელი იყო იმის პროგნოზი, რომ აი გადავალ თუ არა. ჟიურის გადაწყვეტილებით ნინი ხვედელიანი გადავიდა შემდეგ ტურში.
მოდით ავიღოთ ფანქრები და დავხატოთ. რას დახატავდით? ყვავილს, კატას თუ პეიზაჟს? ალბათ იმას, რაზეც ფიქრობთ და რაზეც ყველაზე ხშირად გიფიქრიათ. იცით ბავშვთა სახლში რას ხატავენ? სახლს, დედას, მამას და საკუთარ თავს. ფერადად ხატავენ. ფინალში სიტყვა მქონდა ბავშვის უფლებაზე აღიზარდოს ოჯახში ან ოჯახურ გარემოში. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, ცოტა დავიძაბე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ბავშვთა სახლში უნდა წავსულიყავი, რაღაც არ მინდოდა, რომ იქ ზედმეტის დამეწყო, რომ რაღაც ანძრემლი წამოსვლოდა, ან რაღაც მეგზნობინებინა, რომ რაღაც ზედმეტად რაღაც სიბრალული არ მინდოდა, რომ ჩემგან წასულიყო. სიტუაცია იმაზე მძიმე იყო მე ვიდრე მეგონა. საშინელებაა, იმიტომ რომ ამდენი ხანი რა ჩემთვის ნორმალურია, რომ ნუ ზოგადად ესე იზრდები და ეს არის რომ ნორმალური ხო, რომ ყველა ბავშვს ესეთი წესიერი ბავშვობა უნდა კონდეს და როცა სულ სხვა რეალობას ხედავ, რომ ნახევარი იმ ბავშვებისა, რომელიც მიდიხარ იქ, აი საერთოდ მოკლებული იყო ამას. ჯერ გიკვირს, რომ აი მე ეს რა არანორმალურობაა, როგორ შეიძლება რომ ესე იყოს. მე ხვდები, რომ აი მე რა შემიძლია რომ ეხა ამათვის გავაკეთო და როგორ დავეხმარო, ხო? და მე ხვდები, რომ შეიძლება იმათ ადგილას იყო. რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ მშობლებს აქვთ განუსაზღვრელი უფლებები ბავშვებზე. სინამდვილეში უფლებები აქვთ ბავშვებს. მშობლებს კი აქვთ ვალდებულებები მათ მიმართ. ბავშვები არ წარმოადგენენ არავის საკუთრებას, არც მშობლების და არც საზოგადოების. ისინი მხოლოდ საკუთარ მომავალს ეკუთვნიან. მართლა ზედმეტად მძიმე იყო ეს ყველაფერი და ის რომ მე ამ სიტყვით გავიმარჯვებდი, მე მართლა დედაჩემაც აღნიშნა. ჩემთვის კიდე სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ესე იგი გამარჯვება ხო მარტო იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც პრიზს გადმომცემდნენ. ესე იგი ხალხამდე მივიდა და იმდენად მივიდა, რომ ღირსად ჩამთვალეს, რომ ესე იგი მე იმდენად ვიგრძენი და იმდენად ვაგრძნობინე იმათ. რომ შო, აი ეს იყო საუკეთესო სიტყვა და ესეთ უნდა მოგემზადებინა და სიტყვაში მარტო ის ხო არის, რა სიტყვას ილაპარაკებ, რაღაც გზნობა უნდა ჩადო და უნდა აგრძნობინო და ესე იგი შედგა, ხო? და გავაკეთე ის, რაც მინდოდა რომ გამეკეთებინე. ამ ბავშვებს აღარ სჭირდება სიტყვების მოსმენა, მათ სჭირდებათ თვითოული ჩვენგარის კონკრეტული მოქმედებები, კონკრეტული ნაბიჯები. რაც არ იწყება დღეს ვერ დამთავრდება ხვალ დრო აღარ ითმეს, სანამ ჩვენ საუბრობთ, პატარა მზია დგას და ხელგაწვილი ელოდება, ვინ მივა და ჩაიხუტება და წაიყვანს. ბავშვთა სახლებში ოჯახზე ოცნებებს ფერადად ხატავენ. ჩვენ უნდა გავაფერადოთ მათი რეალობა. ნუ ბოლოში დადგა ის მომენტიც, როცა უკვე გამოგვიძახეს სცენაზე მე გიორგი და რეზი და უკვე უნდა დაასახელონ გამარჯვებული და ხვდები რომ არანაირი ნერვიულობის გრძნობა არ მქონია. რატომღაც უფრო ველოდებოდი რომ ეს იქნებოდა გიორგი. ხოლო თქვენ მშობლებო, რომლებმაც მიატოვეთ საკუთარი შვილი, მიატოვეთ ბავშვთა სახლში. თქვენ დაკარგეთ ის, რაც არ გეკუთვნოდათ. თქვენ დაკარგეთ ღვთის საჩუქრები და აი ახლა დროა დაიბრუნოთ. ნინი ხვედელიანისა და გიორგი ჭილაიას ამბავი ბოლომდე ჩვენთვისაც გაურკვეველი იყო და ინტრიგას ინარჩუნებდა სულ ბოლო მომენტამდე მათი პაექრობა. მე ძალიან გამახარა იმან, რომ სულ ბოლოს რეზიმაც, გენგიშვილმაც მართლა შესანიშნავი მომზადება აჩვენა და მართლა ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა. 5 წლის ბავშვი ახლა უკვე 14 წლის არის. და როგორც სამჯერ გამოაგდეს მაშინ ბაღიდან, ასევე სამჯერ იყო აუთსაიდერი ამ პროექტში, მაგრამ დღეს ის აქ არის. ამ გადაცემის ფინალურ ტურში და ამ მარად სამჯერ დაჩაქრულმა ბავშვმა თავისი სიტყვა დაასრულა. დიდი მადლობა, მე ვარ რეზი გენგაშვილი, ყოველთვის ბავშვების სამსახურში. ადრე ის ყოველთვის იყო ზღვარზე, მაგრამ აი სწორედ ამ ზღვარზე ყოფნა შეაძლებინა მას რომ გადასულიყო, მისულიყო ბოლომდე. ანუ ზღვარზე ყოფნა რას ნიშნავს, ის ყოველთვის გადადიოდა, მაგრამ ყოველთვის ეკავა ის დონე, რომლის ქვემოთაც ის არასოდეს არ ვარდებოდა. ეს ძალიან კარგი თვისებაა რა. და ძალიან დაეხმარება მას მომავალ ცხოვრებაში. პროექტში შევედით თუ არა, მე მყავდა ჩემი სამი ფავორიტი, ეს იყო ნინი ხვედელიანი, გიორგი ჭილაია და რეზი გენგაშვილი. თავიდან მეგონა რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა გიორგი ჭილაია, მაგრამ აი ფინალამდე ძალიან ახლოს უკვე ამაზე არც იყო დავა რომ გიორგი ჭილაია გაიმარჯვებდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ არ ვიცი ძალიან გადაიღალა თუ ფინალთან ძალიან ახლოს იყო უკვე, რაღაცნაირად გიორგი ისეთი კარგი არ იყო ფინალში როგორიც ნინი. ძალიან მაგარი იყო გიორგი. მან იცის ლაპარაკი.
იცის როგორ მოიტანოს თავისი იდეა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ესა და არც თუ უარესად იმაზე, რასაც ადრე აკეთებდა პირიქით უკეთესაც. მოდი ვიტყვით, რომ გიორგიდან აი ცოტა მეცველოდი მართლა ველოდი გიორგის ცოტა მოკლე ქონდა თან ისიც არ დავავდო გიორგის მაინც ყველაზე ემოციურად მეტად დატვირთული ტექსტის საშუალება ჰქონდა თემიდან გამომდინარე რაც შეეხება იმის მოჩემელია თქვა ერთი პატარა ფერხებას რო ერთი ამოსუხი თავიდან ბოლომდე ასეთი მე ასეთი სიტყვა არ მომისმენია ერთი 10 წელიწადში ნინის რაც შეეხება ფიქრობ რომ მან სულ ბოლომდე გამოიყენა ქალების უპირატესობა გადამწყვეტ მომენტში მეტი კონცენტრაციის უნარი გიორგის ეთყობოდა რომ მას ძალიან უნდა წარმატებისთვის მიეღწია პრაქტიკულად გააკეთა ყველაფერი მაგრამ ეს იყო სადღაც 90%-ით და ნინიმ საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნა 100%-ით დასაწყისში თქვი რომ ეს არის მნიშვნელობა აქვს იმას ვის როგორ გაუმართლებს ეს მართლა გამართლება ხა ნინი როგორ იყო შესაძლებლობა ბავშვებზე გიორგი იმაზე არ ვიცი როგორ წარმართებოდა მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ გიორგის გაუმართლა რა და მე ამბობ გიორგის უძლებ პირველად მე ვფიქრობ ჭილაიამ ამ წაგებით ხოლმე მოიგო ანუ მიიღო ისეთი გამოცდილება რომელიც მას რამდენიმე ხნის მერე შეიძლება აღარ დაემართოს ანუ ის საკმარისად ჭკვიანი იმისათვის რომ აღარ წააგოს ნინიმ ძალიან ღირსეულად გაიმარჯვა მაგრამ მიუხედავად იმისა რომელი გავიდა პირველ ადგილზე ვთვლი რომ სამივე გამარჯვებული ძალიან ნიჭიერი და ღირსეული ადამიანია ცოტა გამიკვირდა მე რომ გავიმარჯვე და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. სპიკერი არის საუკეთესო საშუალება ახალგაზრდებისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, გავაგებინოთ საზოგადოებას, რას ვფიქრობ ჩვენ და შევცვალოთ რაღაც. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სპიკერი არის საუკეთესო გადაცემა დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში. ვაჯობა. ვასრულებ ჩვენ დანაპირებს და როგორც თქვით, სპიკერის გამარჯვებული ნინი ხვედერიანი მიდის ამერიკაში საზაფხულო პროგრამაზე, ეს არის ერთთვიანი პროგრამა. საბოლოო ჯამში ბევრი პროგრამები მოუძებნეთ, შევაჩერეთ არჩევანი სეინენს ბელფილდის სკოლა არის, ეს არის ვირჯინიაში. ამ სკოლაში სწავლა ღირს $40,000 წელიწადი, რაც თითქმის უტოლდება უნივერსიტეტში სწავლას და ეს უკვე ბევრ რაღაცაზე ამბობს, რომ ეს სკოლა არის ძალიან პრესტიჟული და ნამდვილად ესე ვთქვათ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, ესე მგონია, როცა ჩამოყალიბდით და გადავწყვიტეთ, რომ სეინენს ბელფილდში გაგვაშვა ნინი სასწავლებლად. ზუსტად 18 საათში ვიქნები ამერიკაში, ეხლა ვართ აეროპორტში, ღამის 2 საათია და მეტყობა გარეგნობაზე. მივდივარ ვირჯინიაში, როგორც სპიკერის გამარჯვებული. აი, ძალიან მიხარია, თან ძალიან ვერულობ, რაღაც მგონია, რომ სულ სხვა სამყაროში გადავდივარ, მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნება, რაღაც ვერც წარმოვიდგენდი, რომ მართლა შეიძლებოდა რომ წავსულიყავი. და რაც მთავარია, გავიგე, რომ იწყება სპიკერის მეორე სეზონი და აი აბსოლუტურად ყველას რჩევ მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ აი ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამ ხალ გამოსილებას მიიღებთ, როგორ მეგობრები შეიძენთ და ყველას უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. ამერიკული ქართული განათლების ცენტრის სპონსორობით ნინი ხვედელიანი ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სასწავლებლად ერთი თვით გაემგზავრა. ეს სპიკერის მეორე სეზონის თბილისის კასტინგია. ძალიან მიხარია რომ ხედავთ ამდენ ბავშვს რომელსაც ურს ამ პროექტში მონაწილეობა. უკვე გამოცდილი სპიკერები კონკურსანტებს ამხნევებენ და მათთვის კეთილ რჩევებსაც არიშურებენ. ყველაზე მთავარია არის იყოს თავდაჯერებულები. გირჩევთ იყოს თავდაჯერებულები, არ ინერვიულოთ და ყველაფერი გამოგივათ ძალიან კარგად. შესარჩევ კონკურსზე საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი ნინი ხვედელიანი ამერიკულ ქართული განათლების ცენტრის ლიფის წარმომადგენლებთან ერთად მოვიდა. ძალიან გახარებულები ვართ, ასე ვთქვათ, რომ დაიწყო სპიკერის მეორე სეზონი. ამ სეზონში ამერიკულ ქართულმა განათლების ცენტრმა გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს მთავარი სპონსორი და დააჯილდოვოს გამარჯვებული ამერიკაში ერთთვიანი კურსებით. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დავესწროთ წელს, ავარჩიოთ 5 საუკეთესო ჩვენი რჩეული, ასე ვთქვათ, რომელიც გადავა მეორე ეტაპზე და ვნახოთ, როგორ ჩაივლის დღე.
კასტინგის დაწყებამდე კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი თავად ლიფის ხელმძღვანელისაგან მოესმინათ. მაინტერესებს რატომ გადაწყვეტეთ რომ ესე დაგეფინანსებინათ სპიკერი? პირველ რიგში იმიტომ გადავწყვეტეთ რომ დაგვესპონსორებინა რომ ეს არის ინოვაციური პროექტი საქართველოსთვის. ძალიან საინტერესო პროექტი ჩანდა და გაამართლა კიდევაც ჩვენი იმედები. წარმატებებს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და ალბათ თქვენიც. სპიკერის კასტინგის 200-მდე კონკურსანტს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ლიფის ხელმძღვანელი 2 დღის განმავლობაში უსმენდა. შემოვიდე. დავიწყო. I have a dream. ასე დაიწყო თავისი ისტორიული გამოსვლა მარტინ ლუთერ კინგმა 1963 წელს. დავდგეთ ერთად არაჯანსაღი ცხოვრების წინააღმდეგ. Don't worry, be healthy. ფსიქოლოგია მართლმადიდებლური თუ არამართლმადიდებლური კონფლიქტოლოგიას მოიცავს. მე მინდა თითოეული თქვენთაგანის ყურადღება გავამახვილო ერთ კოდექსზე. ეს არის მორალური კოდექსი. ორი დაუგდე ჩიტების ლაღ და სიცოცხლის სავსიგალობას. გულიანად შეეკეთს ნაყინს და შოკოლადის ნატეხს. ადამიანი ვარდება დეპრესიაში. განიცდის საოცარ გრძნობა ეუფლება. არ ვიცი, როგორ ეს ჩემი სიტყვებით როგორ გადმოვცე და გითხრათ თქვენ. ნუ მოგწერთ სხვა ისე როგორც არ გინდათ რომ თავად მოგექცნენ. შეხედეთ ყველაფერს თუნდაც ჩვეულებრივ ყვავილს ხალისით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს. არ უნდა წავართვათ ის რაც აქვთ. ჩვენ უშით მათ ამ ყველაფერში. ხელს დამოვხდით. შეიძლება თავჯერ. გასრავთ. გთხოვთ. მან საკუთარი 5 ფავორიტი მოინიშნა და მათ კასტინგზე გასვლის შანსი კიდევ ერთხელ მისცა. თამბაქოს მოხმარება არის დაავადება და არა მავნე ჩვევა. ის გადავრჩენია ჯერ საკუთარ თავს. შემდეგ გარშემომყოფ ადამიანებს მოუწოდოთ, რომ სწორად და რეგულარულად გამოყვებონ სხეული, გონება და სული. არაფრის გამოსწორება არ შეიძლება ამ სამყაროში. რა იმის გამოსწორება, რომ შეიძლებაოდეს წმინდანები ვიქნებოდით. დედამიწა კი არ ამგონია წმინდანების თავშეყრის ადგილი იყოს. შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ხელები უკვე მეფეები იყვნენ და ქვეყანას მართავდნენ. მე ვფიქრობ, რომ მამა ჩემი რომ მეფე ყოფილიყო და მომკვდარიყო, მეც მეფე ვიქნებოდი. ადამიანმა ღმერთი მოიგონა. და ის კი არ არის გასაკვირიან საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს. არამედ ის, რომ ასეთი აზრი ღმერთის აუცილებელი არსებობისა შეიძლებოდა ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს გასჩენოდა, როგორიც ადამიანია, წერს დოსტოევსკი. და თუ სხვისი აზრი, მართლაც ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ დადგენილ ჭეშმარიტებას, გაიშვირეთ მათკე ხელი, მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელები სუფთაა. ჩვენ გამოვიყენეთ ესე თქვა ჩვენი პრივილეგიები და შევარჩიეთ 5 ჩვენი ფავორიტი, რომელიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე მივლენ და იქნებიან ძალიან წარმატებულები ამ პროექტში. პირველ რიგში რა თქმა უნდა მივაქციეთ სიტყვის შინაარს დიდი ყურადღება, შემდეგ მივაქციეთ ყურადღება იმას, თუ აუდიტორიის წინაშე მას თავი როგორ ეჭირა და შემდეგ რა თქმა უნდა იმას, თუ რამდენად გამართულად მეტყველებდნენ ისინი ქართულად. სპიკერის მეორე სეზონი დაიწყო. კასტინგი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. 700 აპლიკანტიდან ჟიურის წინაშე გამოსვლის და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მხოლოდ 100 კონკურსანტს მიეცა. მათგან კი მხოლოდ ერთი საუკეთესო გახდება საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი. და ის სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. თუმცა მანამდე კონკურსანტებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ დაუმტკიცონ ჟიურის, მენტორებსა და მაყურებელს, რომ იმსახურებენ პროექტში გამარჯვებას.